26 წლის სიკვდილმისჯილი ირანელი დემონსტრანტი ცოცხალია ირან ინტერნეშნალის ცნობით ერფან სულტანს ბრალი გადაუკვალიფიცირეს. მას შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის გაასამართლებენ. სულტანს პატიმრობა ემუქრება ნორვეგიული უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით ისახლა ყეზელ ჰესარის ციხეშია. ირანში მკვლელობა შეწყდა და დემონსტრანტების სიკვდილით დასჯა აღარ იგეგმება განაცხადა ტრამპმა და დაამატა რომ ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო. მისი თქმით თუ ირანი ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს ამერიკა ძალიან გაბრაზდება. მომიტინგეების ჩამოხრჩობისას სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს ირანში ახლა სიმშვიდეა ირწმუნება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. აბას არაღჩი მოარყო ინფორმაცია რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ირანის ბირთვული სამხედრო პროგრამა დასრულდება ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეწყდება. ის იქნება პასუხისმგებლიანი პარტნიორი გლობალურ უსაფრთხოებაში, ამერიკასთან ურთიერთობა ნორმალიზდება. ირანის უკანასკნელი შაჰის შვილი რეზა ფეჰლავი ამბობს, როგორი იქნება ირანი საპროტესტო მოძრაობის გამარჯვების შემდეგ. უკრაინამ რუსეთში სტავროპოლის მხარეში აზოტის ქიმიური ქარხანა დაბომბა. ცნობილია, რომ თავდასხმა კამიკაძე დრონებით განხორციელდა.